მოგესალმებით ფსიქოლოგია და აროსარხზე. დღეს გვექნება გაშლა საჯარო ერთპოზიციანი, რადგანაც ძალიან ბევრს მოგწონთ, როდესაც მხოლოდ ასე არის რა, ერთი პოზიცია. და სიმართლე რომ ვთქვა, მეც მომწონს, ასე რომ ხო, მეც ასეთი ხასიათი მაქვს, რომ დღესაც ასეთი გაშლა გავაკეთო ერთი პოზიციით და გავაკეთებ დღეს გაშლას საკითხზე, რა სასურველია იცოდე ახლა, ხო, რა არის ის, რაც უნდა ვიცოდეთ ახლა ჩვენი ცხოვრების ამ მნიშვნელოვან ეტაპზე, განსაკუთრებით მნიშვნელოვან, იმიტომ რომ წინა ბოლო ვიდეოში როგორც აღვნიშნე, ახლა ვიმყოფებით ამ დაბნელებების დერეფნის შუაში ვართ. სამ მარტს ეს დასრულდება დაბნელებების დერეფანი და ასევე სამ მარტს დასრულდება მთვარის დაბნელებით და თან გვექნება წითელ მთვარეს რო უძახიან, ის მთვარე, რომელიც საბოლოო წერტილს დაგვისვამს იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც დაიწყო, რაშიც ახლა ვიმყოფებით და სამ მარტამდე რაც იქნება, რაც კიდევ ერთხელ საფუძველს და ძირს ჩაუყრის ჩვენს მომავალს. ხო, რამოდენიმე თვით წინ თან და ძალიან მნიშვნელოვანია ამ დერეფანს, კარმულ დერეფანსაც უძახიან, ძალიან ბევრი ინფორმაცია დევს ამ დერეფანთან დაკავშირებით, ამ კონკრეტულთანაც. ხო, უამრავი ინფორმაცია დევს, ვისაც და გაინტერესებთ, შეგიძლიათ მოიძიოთ ჩემს Instagram გვერდზეც მიდევს ბევრი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით. ადრინდელი პოსტებიც კი მაქვს დადებული, განსაკუთრებით წითელ მთვარესთან დაკავშირებით, ვისაც და გაინტერესებთ, როგორი ენერგია მოაქვს და რა სასურველია გავაკეთოთ. ხო, და ამიტომ ყველაფერს მიაქცევთ ყურადღება ამ დღეებში, რაც მოხდება და ხდება თქვენს ცხოვრებაში. იქნება ეს შემთხვევით გაგონილი ფრაზა, სიტყვა, ციფრები, მესიჯები, ამბები, რაც ხდება თქვენთან, ადამიანები, რომლებიც ჩნდებიან, ყველაფერს განსაკუთრებით აქვს თავის დატვირთვა ისეც, მაგრამ ამ დერეფნის პერიოდში განსაკუთრებით. ხო, ასე რომ ყურადღებით იყავით, რომ არ გამოგრჩეთ მნიშვნელოვანი მესიჯები თქვენთვის სამყაროდან. კარგი, გავაკეთოთ გაშლა, დავიწყოთ. ჩვენ თვითონ გაშლა გავაკეთოთ. ასევე მინდა გითხრათ, რომ ეს გაშლა არის დამხტული დადებით ვიბრაციებზე და როდესაც ამ გაშლას ჩართავთ, მოისმენთ, აუცილებლად თქვენს ცხოვრებაში იქნება დადებითი სასიხარულო ცვლილებები და ესეც გაითვალისწინეთ, მინდა იცოდეთ. კარგი, ვნახოთ, ახლა ვინც ამ ვიდეოს მოისმენს, უყურებს, ან უკვე ისმენს და უყურებს, გვაჩვენეთ, რა ენერგიებში ხართ. რა ენერგია, მე-4 კარტიც ამომყვება, გაიღოს 4. რა ენერგიებში ხართ, ხო, რომ ვნახოთ, თქვენთვის არის, თქვენია ეს პოზიცია, თქვენია ეს გაშლა. საკმაოდ საინტერესო ენერგიებში იმყოფებით, რადგანაც აქ იყო მომენტი, შესაძლოა ზოგი ახლაც გადის იმ მომენტს, რომ ძირზეა, ცხოვრების ფსკერზე, ასე უფრო სწორია რომ ვთქვა, ცხოვრების ფსკერზე ვართ და არ ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ, რა გავაკეთოთ. შესაძლოა გვეშინია იმის, რომ რაღაცები არ გამოგვევა, შესაძლოა პესიმისტურად ვიყოთ განწყობილი, ან ნეგატიურად, ხშირად უფრო ნეგატიურ აზრებში ვეხარშებოდეთ და გრძნობებში, ხო? პასიურ აგრესიაში, ან უბრალოდ აგრესიაში გვეშინოდეს ჩვენს მომავალთან დაკავშირებით და მსგავსი რაღაცები. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ კარტების გარდა შემდეგ მოდის ორი ისეთი კარტი, რომელიც გვეუბნება ზრდას, ხო? ზრდა და მოქმედება, ქმედება, მოძრაობა, რაც გვეხმარება და გვეუბნება კიდევ ერთხელ და მიგვანიშნებს იმას, რომ ამ გაყინულ ენერგიებიდან გამოსვლის დრო დგება. შესაბამისად, ახლა ვინც ამ ვიდეოს ისმენს, უყურებს, ხო? ახლა თქვენს ცხოვრებაში ან უკვე დაიწყო ქმედებები, ან უკვე დაიწყო რაღაცა ზრდა, განვითარება, პერსპექტივები გამოჩნდა, ან დაიწყება. და იცოდეთ, დარწმუნებული იყავით, რომ ვისაც გაქვთ ახლა გარკვეული სახის სირთულეები, რთული ფაზა ცხოვრებაში, ხო? იცოდეთ, რომ ეს გარდამავალია და დროებითია და ძალიან მალე ეს ჩაივლის, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქ თქვენთან მოდის ზრდა, განვითარება, წინსვლა და მოძრაობა.
და გამოდიხართ აი ამ გაყინული ენერგიებიდან, სადაც ასევე ბევრი თქვენგანი შესაძლოა განიცდიდა ბრასსაც, რომ აი რატო მოხდა ეს, ან რატო ხდება ასე, ხო? და რატო არ ხდება სხვაგვარად. არ ნერვიულობთ. მიყევით ცხოვრება გაჩვენებთ, როგორ, რანაირად, რომელი გზა უფრო უმჯობესია თქვენთვის, ხო? ეს არის ზოგადად, ძალიან ზოგადად ის ენერგიები, ახლა რაშიც იმყოფება ჩვენი მაყურებელი და მსმენელი, ხო? უმრავლესობა მათგანი. თუ რეზონირებს თქვენთვის ეს ინფორმაცია, აგრძელებთ მოსმენას. თუ არ რეზონირებს, ბუნებრივია არ მოусმინოთ. კარგი, ჩვენ გადავიდეთ უკვე თვითონ იმასთან დაკავშირებით, თუ რა სასურველია ახლა ვიცოდეთ, ხო? რა უნდა იცოდე ახლა? რა უნდა იცოდე ახლა? რა უნდა იცოდე ახლა, თან ეს დაბნელებების დერეფანი რომ არის, რა უნდა იცოდე ზუსტად? რა უნდა იცოდე? რა სასურველია რომ იცოდე ახლა? შენ, ხო? რა? ძირზე hero. ახალი თავგადასავალი. ესეც მინდა ვთქვა, აქ არის ძირზე ახალი თავგადასავალი, ახალი მოგზაურობა, ახალი გზა, ვიღაცასთან ბუკვალურად, ვიღაცასთან გადატანით მნიშვნელობით. ნახოთ აბა რა უნდა იცოდეთ. ეს უბრალოდ ისეთი. საინტერესო აქ რა უნდა იცოდეთ. მე მაქვს აქ რამოდენიმე იდეა და მინდა დავაზუსტო და გეტყვით შემდეგ. კარგი, აქ უნდა იცოდეს რა, რომ ოკეი, აქ რა უნდა იცოდეთ? აქ პირველ რიგში უნდა იცოდეთ ის, რომ ახლა თქვენს ცხოვრებაში არის ეტაპი განვითარების, ინფორმაციის მოძიების. საერთოდ აი ინფორმაციის მოძიება, წაკითხვა, გაცნობა ეს ძალიან აქტუალურია თქვენთვის, განსაკუთრებით ამ ეტაპზე. შესაძლოა აქ რაღაცა ინფორმაციის სახით მოვიდეს თქვენთან გამარჯვება, ან გამართლება, ან გასაღები მოვიდეს თქვენთან სიტუაციასთან დაკავშირებით ინფორმაციის სახით, რაც დაგეხმარებათ, ან წარმატებას მიგაღწევინებთ. ესეც შესაძლოა იყოს აქ. ასევე უნდა იცოდეთ ის, რომ აქ ცოტა ორნაირი ახსნა, იმიტომ რომ თითქოს ისეთ შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს აი ძალიან მნიშვნელოვანია რომ იცოდეთ ახლა ამ ეტაპზე, რომ გაეცნოთ ინფორმაციას, განვითარდეთ, მაგრამ ამავე დროულად ფრთხილად იყოთ. ხო, ფრთხილად იყოთ იმასთან დაკავშირებით, თუ რომ არ აგიტანოთ ალბათ თქვენმა იმპულსებმა და თქვენმა ისეთმა დაბალმა სურვილებმა, ხო, მატერიალურ სურვილებმა, სადაც ჩვენი სულიერი ემოციური მხარე შესაძლოა გვერდზე დაგვრჩეს. აი, ესეც არის აქ. ახლა ვიკითხავ, ესე იგი, სწორად ვფიქრობ, აქ უნდა იცოდეთ ის, რომ მნიშვნელოვანია განვითარება, სულიერი პირველ რიგში, და გაცნობიერება საკუთარი ისეთი ფიზიკური სურვილების. კი, აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ იყოთ იმპულსურები. კი, აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ არ იყოთ იმპულსურები, რომ არ ვიმოქმედოთ ეგრევე. ხო, აი იმპულსად, ასე რომ ვთქვათ, იმპულსურად რომ არ ვიმოქმედოთ. თან განსაკუთრებით ამ დაბნელებების დერეფანში, განსაკუთრებით აი წითელი ხაზის გასმით, განსაკუთრებით გთხოვთ რომ არ აჩქარდეთ. აი დაუკვირდით, გაეცანით ინფორმაციას, იქ წაიკითხეთ, აქ წაიკითხეთ, გაიკითხეთ, გამოიკითხეთ, ხო? დააკვირდით, არ აქვს მნიშვნელობა რა თემას ეხება, რა თქმა უნდა, ზოგადად აი ფრთხილად იყავით ინფორმაციასთან დაკავშირებით. შემოწმეთ წყაროები, გადაამოწმეთ, ხო? აი, კარგად შეისწავლეთ ყველაფერი და მხოლოდ შემდეგ უკვე დაგეგმეთ რაღაცეები და მხოლოდ შემდეგ უკვე განახორციელეთ გარკვეული ნაბიჯები. აქ არ გვინდა ის, რომ აი ახლა მე გეგმის ყველაფრის გარშე დავადებ თავს და ხვალ ვიყიდი ბილეთს და გავფრინდები მაგალითად ლონდონში, ხო? აი ამ პერიოდში ეს განსაკუთრებით სარისკოა, მინდა ვთქვა, იმიტომ რომ ახლა ვართ პერიოდში და ფაზაში, სადაც მნიშვნელოვანი რაღაცები დავხუროთ, აი როგორ ვთქვა, აი გადატანილი საქმეების საკითხები რაც გქონდა,
რამე კარმული ვალები, საკუთარ თავს გავურბოდით, საკუთარ თავში დაგვიგროვდა რაღაც ემოციები, ფიქრები და ამბები, ხო? აი ამ ყველაფრის მოგვარების ფაზა არის ახლა და არა იმდენად პირდაპირი ქმედებების გარემო სამყაროში, ხო? აი ეს ძალიან მნიშვნელოვანია აქ და ეს უნდა იცოდეთ. კარგი. კიდევ რა უნდა იცოდეთ აქ ზუსტად. აი ახლა თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე, უფრო სწორად. არ მოდის კარტი, არ მოდის. ოკეი. ეს არის რა? ეს არის ის, რომ თუ პირიქით რაღაც გაუშვას რაღაცეები. აქ ვისთვის როგორ აქ ორ ინტერპრეტაციას შემოგთავაზებთ. ესე იგი, ზოგისთვის აქ არის რა ინფორმაცია? ზოგისთვის აქ არის ინფორმაცია, რაც უნდა იცოდეთ ის, რომ დროა რაღაცეები, რაზეც იყავით ჩაბღაუჭებული, შესაძლოა ეს ვიღაცაც იყო თქვენთვის, ან რაღაც თემა, საკითხი, საქმე, არ ვიცი, ხო? თქვენ უკეთესად იცით, თქვენ თვითონ მოარგეთ თქვენ სიტუაციას, ეს ინფორმაცია მე რასაც ზოგადად ვაჟღერებ. აქ უნდა იცოდეთ ის, რომ ის რაც დიდი ხანია თქვენთან, მაგრამ უკვე არაეფექტურია თქვენთვის და თქვენც ამას გრძნობთ და ხედავთ. დროა რომ ემს რაღაცა გაუშვათ, არ ატაროთ თან, რადგანაც ეს გიშლით ხელს. არის რაღაც ისეთი შესაძლოა, რაც ელოდებით, აი ზიხართ და არ უშვებთ ხელიდან. არა და მიმდინარეობს ბუქსაობა. არა და დროა რომ გაუშვათ და რაღაც ახლებურად სხვაგვარად წარმართოთ თქვენი ცხოვრება ან სხვა ნაბიჯები გადადგათ ან რაღაც სიახლე მოხდეს, ხო? ეს პირველი ინტერპრეტაცია. მეორე ინტერპრეტაცია. დაგეგმოთ თქვენი აი მაგალითად მინდა, რა ვიცი, პირობითად ვიყო მილიარდერი, ხო? და დაგეგმეთ ნაბიჯები. რა ნაბიჯებია საჭირო ამისათვის, მაგრამ ეს ნაბიჯები რომ იყოს რეალური. შეესაბამებოდეს იმ რეალობას, რაშიც იმყოფებით და შემდეგ უკვე მოყვეს გარკვეული ქმედებები და ასევე იყოთ მზად იმისთვის, რომ ეს ყველაფერი განახორციელოთ დისციპლინარულად, ხო? დისციპლინად ჩართოთ თქვენი და შესაბამისი ნაბიჯები გადადგათ, ხო? აი ეს ორი ინტერპრეტაცია არის აქ. შესაძლოა ვიღაცასთან ორივე აქტუალური იყოს, ვიღაცასთან ერთი. ვიღაცასთან შეიძლება არ იყოს არც ერთი და მაშინ სხვა გაშლას მოусმინეთ, მაგრამ ზოგადად აი ეს უნდა იცოდეთ ახლა თქვენ აქ. კარგი, კიდევ რა უნდა იცოდეთ? მებლოკება ენა და ვერ ვლაპარაკ, არ ვიცი რატო ხდება ეს, მაგრამ ძალიან უცნაური რამე ხდება ახლა. ესე იგი, მინდა ვთქვა და აი რაღაცნაირად ვიბლუღები. რა უნდა იცოდეთ კიდე? აქ ის, რომ ნაბიჯები გადადგათ საკუთარ ემოციებისკენ. ახლა გადასარევი დროა იმისათვის, რომ საკუთარ ემოციებს შეხვდეთ, საკუთარ ინტუიციას შეხვდეთ და საკუთარ თავს შეხვდეთ. თუ აქამდე გაურბოდით, თუ აქამდე გეშინოდათ, ახლა ძალიან კარგი დროა იმისათვის, რომ გავამყაროთ კომუნიკაცია და კავშირი ჩვენს შინაგან მესთან, ჩვენ საკუთარ თავთან, ჩვენს ინტუიციასთან, იმიტომ რომ ძალიან ძლიერი ინტუიცია გაქვთ აქ თქვენ, ხო? თასების დედოფალი დაგუჭდა, ასე რომ დროა ჩვენს თასების დედოფალს შევხვდეთ. შესაძლოა აქ მამაკაცებიც ისმენდეთ და თქვათ, რომ მე თასების დედოფალი არა ვარ, მაგრამ აქ შესაძლოა თასების დედოფალი თქვენთვის იყოს თქვენი ფემინური ასპექტი, ხო, თქვენი ინტუიციური ღრმა ასპექტი. ან თქვენი ეზოთერული შესაძლებლობები მაგალითად. ან კიდევ ვიღაც პიროვნებაც შესაძლოა იყოს თქვენთვის, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში აქ დრო არის, რომ აი ამ თასების დედოფლის პოზიციისკენ გავაკეთოთ ნაბიჯი. პირველ რიგში ეს თასების დედოფალი ვართ ჩვენ თვითონ, ჩვენი შინაგანი გრძნობები. ის, რასაც შესაძლოა ჩვენ ხანდახან ხელს ვკრავდეთ, ან ვაიგნორებდეთ, ან არ ვაქცევდეთ ყურადღებას, ხო? ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავუთმოთ დრო საკუთარ განცდებს, საკუთარ გრძნობებს, იმიტომ რომ აქამდე შესაძლოა ხშირად აკონტროლებდით ამ ყველაფერს. და ან ეს ემოციები და განცდები გაკონტროლებდათ თქვენ და აქ ვერ ხდებოდა ამის გაცნობიერება სრული, ხო? ესეც ძალიან მნიშვნელოვანია, ესეც უნდა ვიცოდეთ. ერთი სიტყვით ახლა რო შევაჯამო ეს ამბები, რაზეც ვისაუბრე, აქ უნდა იცოდეთ ის, რომ დროა განვითარების განსაკუთრებით სულიერი, მაგრამ მნიშვნელოვანია რომ არ აჩქარდეთ, არ გააკეთოთ იმპულსური ნაბიჯები და გაუშვათ ის, რაც გიშლით ხელს წინსვლაში. აბსოლუტურად ეს. კი, ასეა. და შემდეგ უკვე ვიმოქმედოთ იმისათვის, რომ
გავაკეთოთ რაღაც, ხო? შემდეგ უკვე გადავიდეთ ქმედებაზე, იმიტომ რომ აქ საკმაოდ ბევრი რაღაც არის გასაკეთებელი თქვენთვის, რაც დაგიგროვდათ და დროა გავაკეთოთ. ასევე რაც დავთესეთ, დროა ავიღოთ. ესეც არის აქ. კარგი. მოდით კიდე დავფიქრდები რა კითხვა მომდის. რა უნდა გაითვალისწინოთ? გაითვალისწინოთ ის, რომ აქ ამ პერიოდში განსაკუთრებით ამ ფაზაში შესაძლოა ჭარბად იქრძნოთ ბრაზი. შესაძლოა ეს იყოს აგრესია ვინმესთან დაკავშირებით, კონკრეტული პიროვნება. შესაძლოა ეს არ იყოს კონკრეტული პიროვნება და რამოდენიმე ადამიანი იყოს, ან უბრალოდ სოციუმი იყოს, ხო? არ ეთანხმებოდეთ მაგალითად სოციუმში მიღებულ კანონებს, შეხედულებებს, რაღაცას, ხო? ასე შემდეგ. ამიტომ აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ გამოვიჩინოთ წინდახედულობა და სიბრძნე. სიბრძნე იმ სახის, რომ აი სიღრმისეულად და ცივი გონებით შევხედოთ მდგომარეობას ობიექტურად და არა სუბიექტური განცდებიდან, სადაც ჩვენ ბრასში ვართ, სადაც ჩვენ გამწარებულები ვართ, სადაც ჩვენ გვინდა რომ ზიანი მივაყენოთ ვინმეს, ან სამაგიერო გადავუხადოთ, ხო? იდეაში ეს მერე დაგვებრუნდება ჩვენვე. განსაკუთრებით კიდევ ერთხელ ვიმეორებ, აი ამ დაბნელებების ფაზაში ყველაფერს ორმაგი და სამმაგი ეფექტი აქვს. ყოველ ნათქვამ სიტყვას, ყოველ გაფიქრებულ აზრს, ყველაფერს მნიშვნელობა აქვს, მეგობრებო, ამიტომ გთხოვთ, მიტო ვიმეორებ ბევრჯერ, რომ კიდევ და კიდევ გავაკეთოთ ამაზე ფოკუსი და გავაცნობიეროთ ეს, ხო? კარგი, კიდევ აქ რა უნდა გაითვალისწინოთ? პირველ რიგში აქ უნდა გაითვალისწინოთ ის, რომ აღედგინოთ საკუთარი შინაგანი ძალები, დაისვენოთ, დაუთმოთ დრო საკუთარ თავს, საკუთარ თავის აღდგენას. იქნება ეს ფიზიკური აღდგენა, სულიერი თუ ფიზიკურიც და სულიერიც საერთოდ იდეალურია, ხო? ესე იგი, აქ ერთი სიტყვით აი ამ ფაზაში, ახლა რაშიც იმყოფებით, მნიშვნელოვანია, რომ დაუთმოთ დრო საკუთარ თავს, აბსოლუტურად და მანამდე განდეგილის სარკანი ამომივიდა აი ამ დასტაზე. და აქაც wisdom ამომივიდა, რომელიც ასევე ძალიან გავს განდეგილის სარკანს, ხო, გაჩვენებთ. აუცილებლად დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, აი განმარტოვდით, ვისაც აქვს ამის შესაძლებლობა განსაკუთრებით. განმარტოვდით. გადით ბუნებაში, წადით სადმე სალაშქროთ, ან არ ვიცი, ხო, ბუნებრივია ახლა ვისაც რისი შესაძლებლობა აქვს, იმიტომ რომ ზოგი ვერ გადის, ზოგი ვერ მიდის და 1000 რაღაც არის, ხო, ფაქტორი. ამიტომ უბრალოდ იცოდეთ ის, რომ დროა, რომ თქვენ თავთან დარჩეთ. როგორ დარჩებით, ეს უკვე თქვენი არჩევანია, მაგრამ დროა დარჩეთ საკუთარ თავთან, იმიტომ რომ იქ ძალიან ბევრი საინტერესო პასუხი გელოდებათ. რატომ ურჩევთ ასე რომ თქვა დაჟინებით დარჩენა საკუთარ თავთან? იმიტომ რომ იქ რაღაცებს დაინახავთ. იქ რაღაც ისეთებს დაინახავთ, რაც პასუხებს მიიღებთ, ერთი სიტყვით, რაღაც ისეთ პასუხებს მიიღებთ, რაც დაგეხმარებათ შემდგომში რაღაცების გადაჭრაში და მოგვარებაში, რაც მაგალითად ახლა ვერ ხერხდება. აღქმაში, რაღაცების სხვაგვარად დანახვაში, აღქმაში და გადახარისხებაში. და ეს ძალიან დიდ შედეგს გამოიღებს თქვენს ცხოვრებაზე და ზოგადად საბედისწერო მოვლენებსაც გააქტიურებს თქვენს ცხოვრებაში. კარგი, მაშინ აი რა სასურველია? კიდევ მაინც ვიკითხავ, პრინციპში გასაგებია ჩემთვის ეს, მაგრამ კიდევ ვიკითხავ, რა სასურველია აქ აი ამ დაბნელების დერეფანში გააკეთოთ, ხო? თქვენთვის რა არის სასურველი, რა ნაბიჯები? 10 ციკლების დახურვა, მეგობრებო, 10 და სიყვარული. დროა დახუროთ თქვენი ძველი ციკლები. ახლა ზოგადად ამ დერეფანსაც ძალიან მნიშვნელობა დიდი აქვს და ძალიან ისეთი მომენტები ხდება, რაც აქამდე ასტროლოგიურადაც თითქმის არ ყოფილა, ამიტომ აქ მნიშვნელოვანია დავასრულოთ ის ძველი, რაც გქონდა აქამდე დრო. ისე როგორც აქამდე ვცხოვრობდით, ისე ვეღარ ვიცხოვრებთ. ეს არ არის აუცილებელი იყოს აღქმადი ფიზიკური თვალით.
შესაძლოა ეს ჩვენში და შესაძლოა კი არა და უმრავლეს უმეტეს შემთხვევაში ასე არის, ჩვენი შინაგანი მდგომარეობები იცვლება, ჩვენი შინაგანი ენერგიები იცვლება და დროა ის სტაბილური რაღაცა დატკეპნილი ენერგიები და ამბები რაც გქონდა, ის გავუშვათ და უფრო მეტად გავსხივოსდეთ, ასე რომ ვთქვათ, ხო? აი, უფრო მეტად გადავიდეთ უფრო მაღალ ვიბრაციებზე, უფრო მეტად გაცნობიერებულები გავხდეთ, უფრო მეტად ვიგრძნოთ, უფრო მეტად დავინახოთ, უფრო მეტად დავკავშირდეთ საკუთარ უზენაეს მესთან, საკუთარ ინტუიციასთან და პირველ რიგში შევეყვაროთ საკუთარი თავი. იმიტომ რომ სიყვარული იწყება პირველ რიგში საკუთარი თავიდან. მივიღოთ საკუთარი თავი, შევეყვაროთ საკუთარი თავი და შემდეგ უკვე გარემო. ხო? როდესაც ჩვენ ვართ ავსებული, გარემოც ავსებულია ჩვენს ირგვლივ და ყველაფერი მოდის ჩვენთან, რაც ჩვენ გვჭირდება, ის არ ჩვეულებრივი ყველაფერი, ხო? ასე რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი ერთი სიტყვით, აქ რომ შევაჯამოთ ეს ინფორმაცია, რაც მე გავაჟღერე, აქ არის ის ამბები, რომ ახლა თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ის ყველაფერი, რაც აქამდე ხდებოდა თქვენ ცხოვრებაში, რომ გაუშვათ. გაშვებაში გულისხმობ, რა თქმა უნდა, ისეთი ამბების, რაც იყო მწარე, მტკივნეული, რასაც თქვენც გრძნობთ, რომ ეს მაფერხებს მე და ეს მე რეალურად არ მჭირდება. გაათავისუფლოთ ადგილი ახალისთვის და გახსნათ თქვენი გული. გახსნათ თქვენი გული პირველ რიგში საკუთარი თავის სიყვარულის მიმართ. საკუთარი თავის მიმართ. მიიღოთ საკუთარი თავი. ეს არ ნიშნავს იმას, რომ აი მე ასეთ ზარმაცი ვარ და არა ვქნა ახლა ასეთი ვარ. რა თქმა უნდა, ამას არ ნიშნავს, იმიტომ რომ ჩვენ ადამიანები ვართ, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ინტელექტი და ცნობიერების უნარი გვაქვს, ცნობიერება გაგვაჩნია უпроსწორად და ამიტომ ჩვენ შეგვიძლია უფრო მეტად განვითარება. რომ რაღაც პრიმიტიულ დონეზე, პრიმიტიული იმპულსებით და მოთხოვნილებებით არ ვიყოთ მხოლოდ, ხო? არამედ განვითარდეთ სულიერად, მენტალურად და ფიზიკურადაც, ემოციურადაც, ხო? ასე რომ ასეთი ძალიან საინტერესო ინფორმაცია თქვენთვის აქ. მოერიდეთ აი ამ იმპულსურ ქმედებებს, განსაკუთრებით მოერიდეთ ბრას იმ გაგებით, რომ აი სხვების მიმართ ბრას, ხო? სხვა კონსტრუქციული გზა შეგიძლიათ იპოვოთ ამისთვის, მაგალითად სპორტი. ან კიდევ სხვა გზებიც არსებობს, რა თქმა უნდა. კარგი. მოდით ვნახოთ ახლა რჩევა თქვენთვის. რჩევა თქვენთვის, რაც აი ახლა ძალიან დაგეხმარებათ, რომ გააკეთოთ მაგალითად. რჩევა. Where there is a will, there is a way. ეს კარტი სხვათა შორის თვითონ უჩი დამრჩა, რომ ამოვიღე ეს დასტა. ესე იგი, გვეუბნებიან იმას, რომ სადაც არის ნება, იქ გზაც არის, ხო? ანუ ასე რომ ვთქვათ, თუ გაქვს სურვილი, იზამო. ამას გვეუბნებიან. თუ რამის სურვილი გაქვს, ყველაფერი იქნებაო. მთავარია გქონდეს სურვილი და თუ გაქვს სურვილი და მზაობა, ყველაფერი გამოვა. აი, ამას გვეუბნება ეს კარტი აქ ჩვენ. შეგიძლიათ თქვენც დააკვირდეთ, ხო? და თუ რაღაც მოგივათ ინსპირაციები, ან ინსაიტები, ესეთ დაგეხმარებათ. და კიდევ ერთი მესიჯი თქვენი უზენაესი მედან თქვენ დარიგების კუთხით. ესეთი მესიჯია თქვენთვის აქ. კარტი უჭირავს ხელში. სხვათა შორის აქ მასაც ვიტყვი, რომ მოუფრთხილდით საკუთარ თავს. აი მაგალითად, თუ არის თქვენს ირგვლივ ესეთი ადამიანები, ვინც ხვდებით, რომ აი გატყუებთ ან ცრუის ეს ადამიანი თქვენს მიმართ, ხო? არ მიცეთ ასეთ ადამიანებს შესაძლებლობა, რომ გატკინოთ გული. ხო, პირველი რაც მომივიდა ახლა აზრად, რომ უყურებდი ამ კარტს იყო ეს და ამიტომ ვაშორებ ახლა ამას. კიდე რა მესიჯი შესაძლოა იყოს? მოусმინეთ თქვენს ინტუიციას. მოусმინეთ თქვენს შინაგან ხმას, რომელიც
გეტყვით, აი სად, როგორ და რანაირად და რომელიც დაგეხმარებათ, რომ თქვენი ცხოვრება ბევრად უკეთესად გაამჯობესოთ, მატერიალურადაც და ემოციურადაც. და არ მოიწყინოთ, იმიტომ რომ იცოდეთ, რომ ეს უბრალოდ ასეთი ფაზაა. კიდევ ერთხელ, ვისაც აქვს ახლა ისეთი ცოტა რთული კრიზისული ეტაპი, იცოდეთ, რომ ეს უბრალოდ ასეთი კრიზისული ეტაპია იმისათვის, რომ გაეზარდოთ, უფრო მაგრები გახდეთ და შემდეგ კიდევ უფრო მაგარი რაღაცეები, სასიხარულო რაღაცეები დაიწყოს და იყოს თქვენს ცხოვრებაში, იმიტომ რომ თქვენ ეს აუცილებლად დაიმსახურეთ. ეს იყო ჩვენი დღევანდელი ესეთი პატარა მოკლე გაშლა, ასე რომ ყველას გისურვებთ ბედნიერებას, ჯანმრთელობას და საუკეთესო ამბებს გისურვებთ და გისურვებთ კიდევ ერთხელ, რომ ამ დაბნელების დერეფანმა ჩაიაროს მაქსიმალურად დადებითად თქვენთვის და აი მაქსიმალურად კაი დადებითი შედეგებით გამოხვიდეთ ამ დაბნელების დერეფნიდან. წარმატებებს გისურვებთ ყველას, ვისაც მოგეწონათ ეს გაშლა, აუცილებლად დალაიქეთ და წერეთ თქვენი უკავშირი, თუ რეზონირებს გამიზიარეთ, მსურველებს კი გელოდებით ინდივიდუალურ ტარო სესიებს და ბედის მატრიცის სესიებზე.